დილამშვიდობისა დღეს 15 აპრილია დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად ყველა მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ მეც, მოგესალმებით ყველას. დღეს ვნების სამშაბათია, ვნების კვირაში ვიმყოფებით, შეგახსენებთ, რაც არის ყველაზე მძიმე პერიოდი, ყველაზე მძიმე დღეები წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს აღდგომამდე და ბუნებრივია რომ ჩვენი გადაცემაც და პირველი ნაწილი განსაკუთრებით სწორედ ამ თემას დაეთმობა, თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 15 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია ახლა საეკლესიო კალენდრიდან შევიტყოთ, ხოლო შემდგომ გაგაცნობთ გადაცემის ანონსს. 15 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს გიორგი მაწყვერელს, ღირს ტიტეს სასწაულთმოქმედს, წმინდა მოწამეებს ამფიანეს და ედესის, წმინდა მოწამე პოლიკარპეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი, დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ანონს გაგაცნობთ ახლა მე და გეგი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ დიდი სამშაბათის, ანუ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ. კახი გავსაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა. მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპოზიციას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს. და გადაცემის დასასრულს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა შემოგვიერთდება ხანდაზმულობის ასაკის შესახებ ვისაუბრებთ მასთან ერთად, რა ასაკიდან ითვლება ადამიანი ხანდაზმულად. შენ როგორ ფიქრობ, გეგი, ამაზე თუ აი, გავიგებთ პასუხს ჩვენი სტუმრისგან გადაცემის მსვლელობისას. ახლა ვნახოთ, ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი ველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში. ვაგრძელებთ გადაცემას, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მამა დავით. დილამშვიდობის.
ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნებიშვიდეულია ყველაზე მძიმე პერიოდი წლის განმავლობაში, ვემზადებით უფლის წინვალე აღდგომისთვის და ჩვენ ბუნებრივია რომ გვინდა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ ამ პერიოდში. ჩვენი ყურადღება და მთელი ქრისტიანული სამყაროს ყურადღება, რა თქმა უნდა, მიპყრობილია იმ მოვლენებისკენ, რაც უკავშირდება მაცხოვრის ვნებას და მიპყრობილია იმ მოვლენებისკენ, რაც აღესრულა გარკვეულ დროსა და ისტორიულ კონტექსტში, თუმცა ამ მოვლენებს აქვთ მარადიული მნიშვნელობა და ამოუწურავია დროში. დიდი სამშაბათის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ვიცით, რომ დღეს ეკლესია იხსენიებს იგავს 10 ქალწულისა და ტალანტების შესახებ, ასევე გრძელდება მათეს სახარების კითხვა, რომელიც გუშინ დაიწყო. რას გვახსენებს ამით ეკლესია? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის, ჩვენც უნდა ვეცადოთ ეკლესიის დახმარებით, ეკლესია გვთავაზობს ჩვენ ღვაწლს ისეც, რომლის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ მაცხოვართან ერთად მსვლელობას გოლგოთის გზაზე და მაცხოვართან ერთად გატარებას დროის ამ უნიშნულოვანეს პერიოდში, რადგანაც დღევანდელი დღე გამოირჩევა იმითაც, რომ ძალიან ბევრი სწავლება წარმოთქვა უფალმა. ეს უკვე ქრისტე აღარ მოძრაობს, აღარ ქადაგებს ქალაქითი ქალაქად, სოფლითი სოფლად, მან შემოიკრიბა თავისი მოციქულები და მოამზადა ისინი შემდგომი უკვე ეკლესიის წყემსობისთვის და სულიერი წინამძღოლობისთვის და ბევრი ისეთი სწავლება გააჟღერა დღევანდელ დღეს, რომელიც ასე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის. ერთ-ერთი, როგორც თქვით, ეს არის 10 ქალწულის იგავი, ამ იგავის წარმოქმნის შემდეგ უფალმა თქვა, რომ აი 2 დღის შემდეგ იქნება პასექი და ზეკაცისა მიეცემის ჯვარცმადო და მართლაც ამ დღევანდელ დღეს მოხდა გაჟღერება ამ იგავის ნების სამშაბათს. ეკლესია ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას, ყურადღებით ვიყოთ, ეს ლეთარგიული წილი არ დაგვეუფლოს. რადგანაც სწორედ დღევანდელი დღის ტროპარში არის ეს სიტყვები, რომ სიძე მოვალს შვაღამესა და ნეტარარს მონაიგი რომელი პოვოს მღვიძარეთ, ხოლო ვაიარს მონისამის რომელი პოვოს უდებებითო და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყოველდღიურად ფიქრი იმაზე, რომ დღევანდელი დღე შეიძლება იყოს ჩემი ღმერთთან წარდგომის დღე, ჩემი ამ ქვეყნიური ცხოვრების დატევების ჟამი. ან შეიძლება ისე მოგვისწროს მეორად მოსვლამ, როგორც პარავი ღამე. თუ ყოველდღიურად მზად ვიქნებით ამისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თვითონ ეს მსაუბა გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ეკლესიის მამები გვასწავლიან ჩვენ, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყოველდღურად გაიზარდოს, უფალი მას აჩუქებს ცხოვრების წლებს, დღეებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიმუშაკოს და ასე წარდგეს შემდგომში უკვე მის წინაშე, ღვთის წინაშე. 10 რაც შეეხება მათ ქალწულს, რომელსაც დღეს ეკლესია იხსენებს, მრავალმხრივ საგულისხმო იგავი არის. ერთი შეხედვით მარტივია თითქოს საკვალოფერი, მაგრამ ბევრი აქცენტი შეიძლება დაისვას. ქალწულება თავისთავად არის უდიდესი ღვაწლი, ბევრი რამ უნდა დათმო ადამიანმა, რომ ქალწულებას მიაღწიო, მაგრამ როგორც ჩანს, ქალწულთა შორის ყველა ვერ შევა სიძის ქორწილში, როგორც ბრძანებს მინდა პავლე მოციქული. უკვე თუ ვინმე იღუწიდეს და არა გვირგვინოსან იქნების, არა თუ შულიერად იღვაწოს და ქალწულება ესე შედარებული არის გარეგნულ ღვაწლს. მე შეიძლება საერთოდ არაფერი არ ვჭამო, ძალიან ბევრი მეტანია გავაკეთო, დილინას აღმოდე ტაძარში ვიდგე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა მიექცეს თუ რა ხდება გულში, რა ხდება ჩვენს სულში, ჩვენი გონება რამდენად არის დაკავშირებული ქრისტესთან და აი ეს ზეთი, რომელიც საკმარისად აღმოაჩნდათ ბრძენ ქალწულებს, არის სწორედ სულიწმინდის მადლი, წმინდა მამების განმარტებით და აგრეთვე ისიც არის, რომ თითოეული ჩადენილი კეთილის საქმის შემდეგ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს კეთილის საქმეები და უნდა ვეცადოთ, რომ ახალი კეთილის საქმეები მოვიმუშაკოთ. ჩვენ თვითონვე არ უნდა დავტკბეთ ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილის საქმეებით, რომ აი მე ეს გავაკეთე და იმ შინაგანი მზვაობარი და ამპარტავანი ბუნების შედეგად ქება და დიდება არ უნდა მივიღოთ, თორემ ეს ყველაფერი წყალში იყრება და აი ამ იგავის მიხედვით მოულოდნელად შვაღამეს, როცა არავინ არ ელოდებოდა, გამოჩნდება სიძე და 10-ვე ქალწული დაიწყებს უკვე მომზადებას სიძესთან მისაგებებლად და 5 ქალწულს აღმოაჩნდებათ ბრძენი, როგორც ბრძენი ქალწულები ისე არიან სახარებაში მოხსენებულნი, საკმარისი ზეთი და ისინი შევლენ სიძის ქორწილში, ხოლო გუნური ქალწულები, რომლებიც მომზადებელი შეხვდნენ მეუფის გამოჩენას,
მათ არ ქონდათ საკმარისი ზეთი და ძალიან საინტერესო ეპიზოდია. ისინი ბრძენ ქალწულებს ეუბნებიან, რომ მოგვეცითოთ და გაგვინაწილეთ თქვენი ზეთი. და ბრძენი ქალწულები ეტყვიან, რომ უკვე ვერ კმაგვეყოს ჩვენ და თქვენ არამედ უფრო ისღა წარვედით სავაჭრო და იყიდეთ თავისა თქვენისა. ამ სიტყვებში ზოგმა შეიძლება გარკვეული ირონიაც დაინახოს, რომ ესე იგი როგორც აღმოჩნდა შემდგომში ბრძენი ქალწულები კი მიდიან სავაჭროთ, რომ მოიმუშაკონ ესეთი, მაგრამ უკვე გვიანია. ანუ პირადი ღვაწლი ყველაფერს უნდა მოიმუშაკოს და პირადი ღვაწლი და ამას ვერავინ ვერ მოგცემს შენ მით უმეტეს ეს არის პერიოდი, როცა ბრძენი ქალწულები ჯერ კიდევ არ არიან გადასახლებული სასუფეველში და ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ დაგვეხმარება ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ რომ ხვალინდელ დღისთვის არ გადავდოთ არაფერი და ვისწავლოთ რომ აი დღევანდელ დღეს მე შესაძლოა უკვე ბოლო დღე მქონდეს მიწიერ ცხოვრებაში აქ კიდევ უფრო დეტალურადაც ხდება აი ამის წარმოჩენა რომ არა იცი დღე არცა ჟამი შეიძლება ეს საათი იყოს შენთვის ასე თქვა საერთოდ ბოლო და ჩვენ ქრისტიანებს სიკვდილის არ გვეშინია არც უნდა გვეშინოდეს პირიქით უნდა გავეკიდოთ სიკვდილს და სიკვდილი უფრო და უფრო გაიქცევა და განგვეშორება ჩვენ რადგანაც სიკვდილი დამარცხებულია უფალმა გითხრა ჩვენ რომ ნუ გეშინიათ მე მიძლევი ეს სოფლისა ნუ შეძრწუნდება თქვენი გული მომენდეთ მე და მოგცემთ მე სიცოცხლეს სათაშინათ უკი თქვენ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და აი აქ ძალიან საინტერესო ეპიზოდი არის ისიც რომ ისე ეს უგუნური ქალწულები მიდიანს დავაჭროთ რა თქმა უნდა გვიანია მაგრამ რაღაცნაირად მაინც აღწევენ რაღაც იმ კარიბჭემდე და აკაკუნებენ და ეტყვიან უფალო განგვიღე ჩვენს უფალი ეტყვის მათ არ გიცნობ თქვენ განმეშორენი ჩემგან ესე იგი ამ იგავის მიხედვით ირკვევა რომ ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ეს არის ღვთისმცნობელობა როგორც ვთქვით რაც არ უნდა ღვაწლი აღასრულოს ადამიანმა თუ შინაგან კავშირზე არ გადის და ვერ გადის უფალთან მაშინ ეს ღვაწლი თქმა უნდა დიდად ვერაფერს ვერ არგებს და ჩვენი უნდა ვეცადოთ რომ ყოველდღურად აი თავარი ღვაწლი ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ეს უნდა იყოს რომ ქრისტე გავიცნოთ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი გავიცნოთ წმინდანები გავიცნოთ თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს შეიძლება აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში გითხრან რომ მე არ გიცნობ თქვენ რას აკეთებდი შენ არც ერთი კეთილი საქმე არ გაკეთებია შენ ჩემი სახელისთვის არც ერთხელ არ ქონია ჩემთან პიროვნული კავშირი თავი ადამიანს კი აქვს თავისი ასე დაცემული ბუნებიდან გამომართლებელი არგუმენტები რომ მე ამას ვაკეთებდი მაგრამ ეს ყველაფერი ამაო არის თუ ღმერთისთვის არ კეთდება კეთილი საქმე და თუ ღმერთს არ ვევედრებით მაშინ ჩვენ ვერ გადავრჩებით აგრეთვე დღევანდელ დღეს უფალმა უპასუხა მოციქულების შეკითხვას მეორედ მოსვლის შესახებ ესეც რა თქმა უნდა ამ იგავთან არის დაკავშირებული რომ არ იცით ჟამი არცა დღე რომელსაც შინაძე კაცისა იმოვიდეს მეორე მოსვლა აუცილებლად მოხდება მაგრამ ჩვენ როგორც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს არ შეგვეშინდება და არ შევძრწუნდებით მაშინ თუ ჩვენს გულებში იქნება ქრისტე განუწყინვებული და აი ამ პერიოდში ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ რომ ისეთი განცხადებულობა და ისეთი პიროვნული კავშირი დავამყაროთ უფალთან რომ არაფერმა და არავინ არ შეგვაშინოს რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში მოსახდენი აუცილებლად მოხდება მაგრამ ჩვენ ვიდგეთ და ვიყოთ დაფუძნებული კლდესაზე და ეს ყველაფერი კი უკავშირდება რა თქმა უნდა პირველ რიგში ღვთის სიტყვების მოსმენას და მეორე რიგში მის შესრულებას როგორც უფალი ამბობს რომ ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს ამსგავსო იგი კაცსა გონიერსა რომელმაც აღეშენა თავისი სახლი კლდესაზე და მოვიდა ის განსაცდელები წვიმა ქარი ქროდეს კრიგალი მაგრამ ვერ დაეცა ეს სახლი რადგანაც დაფუძნებული იყო კლდესაზე და კლდე არის თავად ქრისტე ჩვენი ყველა იმედი ქრისტეზე უნდა დავამყაროთ და რა თქმა უნდა ეს დღეები ყველაზე კარგი იქნება რომ ჩვენ ეკლესიაში გავატაროთ მაგრამ ღვთისმსახურების თვალსაზრისით რა იცვლება რა ხდება კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს ალბათ კარგი იქნება დღევანდელ დღეს ჩვენ ვთქვით რომ მათეს სახარების ესე იგი დარჩენილი თავები იკითხება რაც გუშინ დაიწყო დღეს გრძელდება წაკითხვა მათეს სახარება გუშინ იქნა ბოლომდე წაკითხული ან სხვადასხვა ტრადიცია იყო სახარებების წაკითხვის უბრალოდ ამიგავს ეკლესია იმიტომ იხსენებს რომ საკუთრივ ამ დღეს არის წარმოქმნილი და გუშინ მარკოზიც დავიწყეთ ანუ სამ დღეში იკითხება მთელი სახარება მოკლედ ორშაბათს სამშაბათს და ოთხშაბათს და როდესაც ჩვენ ესე მოუცლელობა ძალიან გვებრძვის აწესით არ უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ აინც ისეთი ცხოვრება არის რომ არ არის მარტივი სახარებამდე მისვლა და კითხვა ეკლესია გვაძლევს საშუალებას რომ
აი მთელი წლის გასაკეთებელი საქმე, უნდა ეს ვერ იქნება, ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ ღვაწლს, მაგრამ რაღაცნაირად კომპენსაცია მოვახდინოთ საკუთარ თავში, იმისა რომ ღვთის სიტყვებს ვერ ვისმენთ და ერთიანად მოვახერხოთ მსახურებებზე დასწრება და ღვთის სიტყვის მოსმენა, როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში ღმერთი თავის მორწმუნეებს ესაუბრებოდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ხოლო ახალ აღთქმაში საკუთარი ძის მეშვეობით გვესაუბრება და სწორედ ამაზე არის საუბარი და აქცენტი კეთდება ეკლესიის მიერ ამაზე, რომ ჩვენ მოვახერხოთ ღმერთთან პიროვნული კავშირის დამყარება. მარტო ლოცვაც არ არის, ხომ? როდესაც მე ვლოცულობ, მე ვსაუბრობ, ღმერთი მისმენს, ხოლო როდესაც ახარებას ვისმენ, მაშინ ღმერთი მესაუბრება, მე და აქედან გამომდინარე ლოცვა უკვე ორ მხრივ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას და დიალოგს აჩენს, რაც წარმოაჩენს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ღვთის მეგობრები და უფალი არასდროს არ დაგვტოვებს, როგორც ეს ხდება ლაზარის შემთხვევაში. ლაზარი ღვთის მეგობარი იყო და უფალმა ის არ დატოვა. აგრეთვე ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მსახურებებზე ჟამნობასთან ერთად ხდება თვითონ ჟამნებში არის სახარების კითხვა ჩართული. ისევ და ისევ ეკლესია სინანულის კანონებს აგრძელებს, ეს არის ეფრემასურის ლოცვა და სხვადასხვა ფსალმუნები, სადაც კიდევ ერთხელ ვითხოვთ წოდვების მოტევებას, იმას რომ მოყვასი არ განვიკითხოთ და შინაგანი სათნოებების მოპოვებას, რაც არის რეალურად ის ზეთი, რომელიც უნდა აღმოგვაჩნდეს ჩვენ ღვთის წინაშე წარდგომის. აგრეთვე ამ დღეებში აღესრულება პირველ შეწირულის ლიტურგია და ეს 3 დღე ნამდვილად გამორჩეული არის, იმიტომ რომ 4 შაბათის ჩათვლით აღესრულება. 4 შაბათის ჩათვლით, დიახ, იმიტომ რომ 5 შაბათის დღე გარკვეულწილად მაინც დღესასწაულია, იმიტომ რომ ზიარების დაწესების ღვინით და ზეთითაც ხსნილი არის, ნუ ეს კი სტაბერო კანონები არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ერისკაცები რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ და 5 შაბათი დღე არის ძალიან დიდი ნუგეში, იმიტომ რომ ამ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო და ენდ გამოუთქმელ ღვაწლში. ნუ ენდ გამოუთქმელი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ რაღაცნაირად ესეთი გამორჩეული პერიოდი იყოს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. უდიდეს ნუგეშად გვეძლევა ჩვენ უკვე ხუთშაბათის მსახურება და თანდათანობით უკვე ჩვენ ვემზადებით აღდგომის დღესასწაულის მისაღებად. როდესაც უფალი მიემართებოდა გოლგოთისკენ და თითოეული ეს დღე არის დიდი ნაბიჯების გადადგმა გოლგოთისკენ, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცვათ და მასთან ერთად ავდგეთ აღდგომის დღესასწაულზე. გვახსოვს სახარებიდან, რომ როდესაც ტიროდნენ უფალს, რომ აი უფალო ეს რა გიყვეს შენ, ეს რა დაგმართეს, უფალი მოუტრიალდება იმ ადამიანებს და ეტყვის მათ, ჩემზე ნუ იტირებთ, არამედ საკუთარ თავზე იტირეთ. უფალია ის და უფალს შეუძლია თქმა უნდა უდიდესი სიყვარული და უდიდესი თავგანწირვა თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს კიდევაც დაგვანახა საქმეში. ჩვენ უნდა ვიგლოვოთ საკუთარი თავი, რომ სახარებაში რაც არის დაწერილი და რასაც ვისმენთ ჩვენ ამ დღეებში, ჩვენთვის დაიწერა და ის თქვათ ეპიზოდები, სადაც თავწმინდანების დაცემაც კი არის მოთხრობილი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა გაუმპარტავნდეთ, არ უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი რაღაც მაღლად, რომ უფალო აი მე შენ არ გაგცემე, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. დავიმდაბლოთ თავი, დავინახოთ საკუთარი უძლურება და ვეცადოთ რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ სახარების საკითხავებს და აი მე გეტყვით იმას, რომ აი ყოველწლიურად ხომ ჩვენ ერთ-ერთს ვაკეთებთ, თითქოს უკვე როგორც თქვენ გადაღეჭილი გვაქვს სახარება, მაგრამ ესე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია სახარების შემეცნება. ძალიან ღრმა არის სახარების მიხედვით ცხოვრება. და ნუ მოგბეზრდება ერთი და იგივე ღვაწლი. აი მამაუჩვენოს ლოცვა, ხომ ყველაზე პირად ვიცით, მაგრამ რამდენჯერს არ უნდა წარმოთქვა ეს ლოცვა, იმდენჯერ რაღაცა სხვანაირი მადლი და სიღრმე მოდის ღმერთიდან ჩვენზე და ადამიანი არის მზარდი არსება. და აი ეს ჩვენი ცხოვრების წლები, რაც მოცემული გვაქვს და მეორესმული სახარება, რაც არ უნდა დიდი ხანი ვიცხოვროთ, ჩვენ სახარების ან მცირე ნაწილსაც ვერ ამოვიღებთ ბოლომდე და ვერ შევისხორცებთ მის სიბრძნეს. ასე რომ, ნუ ვიტყვით რომ რაღაცას მივახციეთ, რაღაც უკვე შევიმეცნეთ, გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და თვითონ იმის თქმა რომ მე რაღაცას მივახციე და უკვე აღარ მჭირდება არაფერი, ეს უდიდესი ტრაგედია და დაცემა არის ქრისტიანისთვის. მამად დავით რაღაც თქვა კიდოდა კი. ბოდიში ელისაბედ შეგიშალე ხელი მგონი სულიერი სიფხიზლის შესახებ მინდა კითხოთ მამა დავით კონკრეტულად რომ განმარტოთ რას ნიშნავს ეს სიტყვები როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
და გავიროთ ზუსტად, აღვიქვათ რა სთიშტავს ზუსტად ეს სიტყვა და ასევე ტალანტების შესახებ იხსენებს იგავს მართლმადიდებელი ეკლესია. ნათელი მაგალითი ალბათ არა მხოლოდ ეს იგავი, ზოგადად უფლის იგავები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოსატანად ზუსტად გავიროთ ამ ცხოვრების არსი და შინაარსს, ხო? სულიერი სიფხიზლის მოპოვება დიდ მონდომებას უკავშირდება, რა თქმა უნდა. სულიერ სიფხიზლემდე უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეულად დილით ადრე ადგომას მივეჩვიოთ, თუნდაც ეს გასტრონომიული მარხვაც კი არ არის მთავარი, მაგრამ გვეხმარება სულიერი სიფხიზლის მოპოვებაში და სულიერი სიფხიზლე მოდის ზომიერი ცხოვრების წესიდან და იქიდან რომ მე რაღაცები გადავდო და ამ პერიოდში, აი ვნების ვიდეულში ჩემთვის პრიორიტეტული გახდეს წმინდა სულიერი საგნები და მოვლენები, რომელთა აღქმის და მიღების შედეგადაც მე უფრო ახლოს მივალ ქრისტესთან. ყველაფერი უკავშირდება შრომას და რაც უფრო მეტად ვიშრომებთ, ანუ გავატარებთ დროს ლოცვაში, ღვიძარებაში, სახარების კითხვაში, სხვადასხვა კეთილი საქმეების აღსრულებაში, მეტად გამოგვიმუშავდება ჩვენ სულიერი სიფხიზლე და აი კიდევ ერთი დეტალი სიფხიზლისთვის ეს არის ხსენება ღმერთის წინაშე წარდგომისა, რომ დღევანდელი დღე მართლა შეიძლება უკანასკნელი იყოს ჩემთვის და მართლაც იქნება ერთი დღე, რომელიც უკანასკნელი იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ამან არ შეგვაშინოს, უიმედობაში არ გადაგვაგდოს, თუკი აი ესეთი, ასე ვთქვათ, ღვაწლი, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, ადამიანს გარკვეულწილად სასოწარკვეთილებისკენ მოუწოდებს და უიმედობაში აგდებს, მაშინ ადამიანმა უნდა დააბალანსოს ეს ყველაფერი და საპირისპიროდ ამისა უნდა გაიხსენოს ის აღთქმები, რომელსაც უფალი გვაძლევს და თუნდაც ის სწავლებები, სადაც ელემენტარულად უფალი გვეუბნება, რომ თუ სხვას არ განიკითხავთ, თქვენ მე არ განკითხავთ და აი ეს სიტყვებიც თუ ჩვენ ქრისტეს წამს და გვჯერავს, როგორი ცხონების იმედს აჩენს თითოეულ ჩვენთაგანში. თუმცა რა ძნელია რომ არ განიკითხო. თითქოს ესეთი მარტივი რა, რომ არ განიკითხო, მაგრამ ესე გვიჭირს ადამიანებს. მამადავი, თქვენ დილის ლოცვა ახსენეთ და ის რომ ყოველდილით უნდა ვფიქრობდეთ იმ ყველაფერზე, რაზეც საუბრობთ, და აი კითხულობთ სწორედ დილის ლოცვაში, მეხსეულად საჯული მოვიდეს და თითოეულისა საქმენი გაშიშვლენ. ანუ აი იმ სულიერი სიფხიზლისკენ სწორედ დილის ლოცვაც, ანუ დილიდანვე ჩვენი ლოცვები მოგვიწოდებს, ხო? თუ კი რა თქმა უნდა წავიკითხავთ ამ ლოცვას. რა მინდოდა მეკითხა ასევე, ჩვენ ვიცით რომ აი გეცემანის ბაღში, როდესაც ლოცულობს მაცხოვარი, მოციქულებს ეუბნება რომ იფხიზლეთო, თუმცა მოციქულებს რამდენჯერმე ჩაეძინება. შემდგომ, როდესაც გოლგოთაზე ჯვრით მიბრძანდება უფალი, ჯვარი მიაქვს, გამოჩნდება სვიმონ კვირინელი, რომელიც შეეხიდება ჯვრის სიტუაში, დაეხმარება უფალს. ასევე, როდესაც ჯვარზე არის გაკრული მაცხოვარი, შეურაცხყოფილ ნაგვემ მაცხოვარში, ავაზაკი, რომელიც მის გვერდით არის ჯვარზე გაკრული, იცნობს მაცხოვარს და ეუბნება, რომ მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. ანუ ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს? რაში ჭირდებოდა უფალს ეს ადამიანური ნუგეში, ხო? რომ ეფხიზლათ მოციქულებს, შემდგომ რომ დახმარებოდა მას სვიმონ კვირინელი და ის რომ ავაზაკი გამოსარჩლებოდა. ანუ რას გვაჩვენებს ამით უფალი და როგორ უნდა ავხსნათ და გავიგოთ, როგორ განიმარტება ეს მომენტები წმინდა წერილით. კარგი პარალელი არის გავლებული დღევანდელ დღესთან და თქვენს შეკითხვასთან, იმიტომ რომ უფალმა დაგვანახა ჩვენ ასე ცხადად ყოველას, რომ თავისი საღვთო ბუნებიდან და ღმერთობიდან გამომდინარე კი არ მოგვანიჭა ესე რომ ერთი ეთქვა და ჩვენ უცებ გავთავისუფლებულიყავით და ეს სოდვის ბორკილები დაცუნებულიყო. არამედ დაგვანახა, რომ თავისი ადამიანური ბუნებით მან თავს იდვენით გამოუთქმელი ღვაწლით კივილები და აქედან გამომდინარე მოგცა ჩვენ მაგალითი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ სოდვა. ეს არის დიდი შრომა, დიდი თავგანწირვა და დიდი სიფხიზლე. უფალი, როდესაც გეციმანის ბაღში ლოცულობდა, ძალიან საინტერესოა, სამჯერ ამბობს ერთ და იგივე სიტყვას და ლოცვისთვის ეს მეთოდი ჩვენს, რა თქმა უნდა, გამოგვადგება. რომ ხან არის რომ ერთხელ არ მოვთქვამთ ლოცვას და ნუ რაღაც არ იმთება ჩვენში სულიერი ნაპერწკალი. საჭიროა მეორეჯერ იგივე ლოცვა თუნდაც აი ამოვჩვენო იქნება თქვა თან მე უფეოზეცათა, ნუ ეს ინდივიდუალურია და ეს გამოცდილება უნდა გქონდეს და აი მესამეჯერ უკვე რომ ვილოცებთ ერთ და იგივე ლოცვას, სამჯერ ლოცვის პრაქტიკა არის ეკლესიაში, ეკლესიის მამების მიერ მოცემული, აი მაშინ უკვე ადამიანი გარკვეულწილად გადის უკვე კონტაქტზე უფალთან და ღებულობს მისგან ასე ვთქვათ პასუხს ამ თუ მის შეკითხვაზე. ისეთ რა არის, მაინდა-მაინც ესე არ უნდა და უფალს რომ ესეთი
ასე ვთქვათ, ფინიში ქონოდა მის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, ის ისურვებდა იმას, რომ ყველას მიეღო ის და არავის არ ეცემა და არავის ჯვარზე არ გაეკრა, მაგრამ ამით ჩვენ ასევე დაგვანახა უფალმა ჩვენი დაცემული ბუნება. ჩვენ ახლა ნოვიტყვით იმას, რომ იქ ვინც არის ახარებაში მოხსენებული, მხოლოდ იმათმა თქვათ გაარტყეს უფალს, ესროლეს ტალახი და ადგეს ეკლესიის გვირგვინი და ასე შემდეგ. ყოველდღიურად ჩვენ თუ ჩავუფიქრდებით და ჩავღრმავდებით ჩვენ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ კიდევ უფრო მეტად უარეს ვაკეთებთ და იუდამ თუ 30 ვერცხლად გაყიდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო იაფად და საერთოდ არაფერზე რაღაც ამოვებაზე გავცვალოთ უფალი და მისი მადლი. და აი ამ გამოცდილებას და ამ შინაგან ხედვას ჩვენ ვასწავლის ეკლესიის წმინდა მამები, განსაკუთრებით ანდრია კრეტელი, რომელიც აი საოცარ პარალელებს აავლებს ბიბლიის პერსონაჟებსა და საკუთარ თავს შორის და ღრმად გვახედებს საკუთარ თავში. და უფალს უნდა რომ მოციქულებმა ისწავლონ ღვიძარება, მასთან ერთად ერთგულება. მანამდე პეტრე ეუნება ქრისტეს, რომ თუ კი ყველა დაბრკოლდება, მე არ დავბრკოლდები. მაგრამ ამის შემდგომ უფალი ეუნება თან სამჯერ გამორჩეულ მოციქულს პეტრეს, რომ ჩემთან ერთად იფხიზლე. მაგრამ პეტრე ვერ ახერხებს ამას და უკვე პასუხი გაცემული იყო ყველაფერზე, რომ პეტრეს არ შეეძლო. ეს მხოლოდ სურვილი იყო. მას უნდოდა უფალთან ყოფნა, მაგრამ ეს დიდ გამოცდას გაივლიდა. და ეს გამოცდა იმ მომენტში პეტრემ ვერ ჩააბარა, მოდი ასე ვთქვათ, და ეს ვართ რეალურად ჩვენ ადამიანები, ხშირად ვამპარტავნებთ, გვინდა ბევრი რამ, მაგრამ რესურსი ხშირად ნაკლები გვაქვს და იმაზე მეც ვთხოვთ საკუთარ თავს, რის ემოციებად შეუძლია. ამიტომ უცდომელი ყოველთვის არის თავმდაბლობა, ღმერთზე მინდობა და როგორც წმინდა წერილში არის, ესეთ ადამიანებს ისეთ სიძლიერეს აძლევს უფალი, რომლის მსგავსიც რომ არ არსებობს. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ აი დღევანდელ დღეზე, ან ცოტა ისეთი დღე არის, რომ აი მრავალმხრივ გამორჩეული, მრავალმხრივ შეიძლება გავშალოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა. თვითონ აი ეს ტალანტებიც აი თქვენ რაც ახსენეთ, ტალანტების ასე ვთქვათ, გამრავლება და მიწაში დამარხვა, რომ ერთმა მიწაში დამარხა და დანარჩენმა გაამრავლეს. ალბათ ორივეს ვაკეთებ ჩვენ ყოველდღიურად, ხან არის რომ ეს ნიჭი მიწაში იმარხება ჩვენს მიერ, ხან ვცდილობთ რომ გავამრავლოთ ეს ტალანტები. მთავარი არის მონდომება. თუ მე დღეს ვცდილობ იმას, რომ ღმერთთან გავიდე პიროვნულ კავშირზე და მასთან ახლოს ვიყო, მაგრამ არ გამომდის, ხვალინდელ დღეს კიდევ უფრო მეტად გამომივას, ეგინდელ დღეს კიდევ უფრო მეტად და ასე ამგვარად დროთა განმავლობაში მე მოვიპოვებ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო რეალურად ქრისტესთან ერთად და როგორ გავყვე მის გზას. დიახ და მამა დავით, კიდევ უფრო მძიმე დღეები თქვენ ბრძანეთ, რომ ხუთშაბათი ამ ხრივ გამონაკლისია, დღესასწაული არის და ზეთით და ღვინითაც კი ხსნილი არის, მაგრამ უფრო მძიმე დღეები წინ არის. დიდი ოთხშაბათი, დიდი პარასკევი და შემდგომ შაბათი. შაბათის დიდი შაბათის მნიშვნელობაზე ნაკლებად გვისაუბრია სხვათა შორის ამ დღეებში და აი ამაზე მინდა გკითხოთ, სწორედ დიდ შაბათს განხორციელდა ის, რისთვისაც უფალი ჯვარს ევნო, ხომ? ესე იგი ცოდულთა სულების გამოხსნა, კაცობრიობის გამოხსნა. აი ამ დღის მნიშვნელობაზეც რამდენიმე სიტყვით რომ გკითხრათ. დიდი შაბათი ნამდვილად გამორჩეული დღე არის. ეს არის დღე, როცა ქრისტეს სხეული საფლავში იყო დასვენებული, ხოლო მისი სული კაცობრივი სული ჩადის ჯოჯოხეთში და ვიცით რომ მისი ღთეება და კაცება არის განუყოფელი და ეს იყო სწორედ ის, რაც წარმოტყვენიდა ჯოჯოხეთს, იქიდან ამოიყვანდა მართალთა სულებს. და როგორც კი ქრისტეს კაცობრივი სული ჩადის ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი შეიფქვა და აიღვა და იქიდან უფალმა ამოიყვანა მართალთა სულები და ჯოჯოხეთის წილ 60-მიანი ჭამად, ესე იგი პირველქმნელი ჩადენილი ცოდვის შემდეგ, ვიდრე აი ამ მომენტამდე, სანამ ქრისტე ჩავიდოდა ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად, იქ მას უამრავი ადამიანი ელოდებოდა პირველიდან ბოლო ადამიანამდე და მათ ჯოჯოხეთურ ტკივილებს მშვალობდა სიხარული და იმედი მისცა, რომ მესია მათ გაათავისუფლებდა ამ ყოველივესგან და რომ ადამიანი არ არის შექმნილი ტანჯვისთვის, ადამიანი შექმნილი არის ბედნიერებისთვის, უბრალოდ აი ეს გასავლელი გზა ყველამ უნდა გავიაროთ. იმათმა თქვა ჯოჯოხეთში გაიარეს, ჩვენ ეს გამოცდილება მოვიპოვოთ, აი ამ ცხოვრებაში გავიაროთ ვიწრო გზა და უფალი არასდროს არ დაგვტოვებს. აი ამ დღეს აგრეთვე ხდება სასწაული იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე, იერუსალიმის პატრიარქის ხელში, ასე ვთქვათ, დაჭერილ სანთლებზე გადმოდის ცეცხლის ეციდან
რაც არის დამოწმება სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოების, მისი მსგავსი ძველახმაშიც არის, როდესაც ილია წინასწარმეტყველის წინა დაგებულ მსხვერპლზე ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა, რამაც დაადასტურა ის, რომ ილიას ღმერთი იყო ჭეშმარიტი და სწორედ აი ჩვენი წმინდა მამების და ჩვენი პატრიარქების ღმერთიც რომ ჭეშმარიტია, აი ეს დასტურდება ამ მოვლენით. თუმცა ქრისტიანებს ეს გარეგან ნიშნები არ გვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ რომ შინაგანად ყოველდღურად განვახდეთ, გული სოფალი მაინც გვანუგეშებს, ხო? ახლა გარეგანი სასწაული მაინც არის გარკვეული რაღაცა ნუგეში მორწმუნეებისთვის, თუმცა ვინც მხოლოდ გარეგნულ სასწაულს დაეძებს, დიდი ვერაფერი, ასე ვთქვათ, პროგრესი ვერ იქნება სულიერ ცხოვრებაში, თუ არ ცდილობს რომ აღსარებით, ზიარებით და ძალიან დიდი მადლობა მამა დავით. დიახ, ეს ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც მძიმე მარხვარი და ზეთითაც, ესე იგი, არ არის ხსნილი, ხო? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ამ მძიმე დღეებს, რა თქმა უნდა, თან სდევს ნუგეში და იმედი აღდგომისა და ჩვენ გვინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ უფლის ბრწყინვალე აღდგომა. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით ხოლმე სტუდიაში. Ideba malaltashi nometsa ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთავ და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს.
მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის სუფრისთვის გამორჩეული სიმბოლოებია წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი. ამჯერად თქვენს ყურადღებას ჯეჯილის შესახებ შევაჩერებთ, რაც სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. იმისთვის, რომ ჯეჯილი გავახაროთ, თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ. ბევრმა დიასახლისმა მცენარის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. დღეს ჩვენ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და საკმაოდ მარტივ მეთოდს გაგიზიარებთ. გირჩევთ ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან ისინი მცენარების შესახებ გარკვეულ ცოდნას შეიძენენ და ეს პროცესი მათთვის მეტად სასიამოვნოც იქნება. ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ხორბლის მარცვალი სწრაფად გაღვივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ. ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ. დილას კი ხორბალი უკვე გადავიტანოთ მინის ქილაში, თავი დავახუროთ და ასე დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში. მომდევნო დღეს გაღვივებული ხორბალი უკვე დასათესად მზად იქნება. ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ, 2-3 სანტიმეტრის სისქეზე დააფინეთ ბამბა, ან ჩაყარეთ მიწა. ნიადაგით ფილი წყლით დანამეთ და ზემოდან 1 სანტიმეტრის სისქეზე ხორბალი მოაბნიეთ. ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღვივდეს და გაიზარდოს. ნიადაგი რომ არ გამოშრეს, არ დაგავიწყდეთ დილა-საღამოს მისი მორწყვა. პურის მარცვლის სასარგებლო თვისებები ყველასათვის კარგად ცნობილია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარცვალი საკმაოდ სწრაფად ღვივდება და იზრდება. ამიტომ ჩვეულებისამებრ მორწმუნეები ჯეჯილს ბზობის დღესასწაულისთვის თესავენ. ზოგიერთი დიასახლისი სათბურის ეფექტისთვის ხორბლიან ჭურჭელს ცელოფანსაც აფარებს. შემოქმედებითი დიასახლისები კი განსაკუთრებულ ჭურჭელს ირჩევენ. ზოგჯერ ამ ფუნქციას მშვენივრად ითავსებს კვერცხის ნაჭუჭიც. სხვადასხვანაირი ფორმების მიცემა კი განსაკუთრებით სასიამოვნო და სახალისო ბავშვებისთვის არის.
აი შესანიშნავი ტიხარი ვნახეთ სხვათა შორის, როგორ არის ასახული აღდგომის დღესასწაული ქართულ მხატვართა შემოქმედებაში. სიუჟეტი უნდა ვნახოთ კახი კავსაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა. მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპოზიციას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. ნახოთ სიუჟეტი. ლეგენდარულ მსახიობს საქართველოს სახალხო არტისტს კახი კავსაძეს, რომელმაც კინოსამყაროსა თუ რეალურ ცხოვრებაში მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა, წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა. პავილიონში დამთვალიერებელი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპოზიციას იხილავს, სადაც წარმოდგენილია თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, პორტრეტები და საოჯახო არქივში დაცული ფოტოსურათები. წელიწადნახევრის წინ მე დავიწყე ურთიერთობა ბატონ იმერი კავსაძესთან. იმ მიზნით, რომ არქივისთვის შემომემატებინა კავსაძეების ოჯახის ფოტოები, მათი კოლექცია. შემდეგ ეს ფოტოები აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ყველა თაობის კავსაძე იყო ამ ფოტოებში წარმოდგენილი და მე უკვე ირაკლი კავსაძეს დაუკავშირდი. ირაკლი, რომელიც მოგეხსენებათ არ ცხოვრობს საქართველოში და რამდენჯერაც ჩამოვიდა, ვცდილობდი შეხვედრას და მისთვისაც ასე ფოტოების გამორთმევას ეტაპობრივად ვასკანერებდით, ვამუშავებდით და მე უკვე წამოვიდა იდეა. ბატონი კახის შემოქმედებას ალბათ დავიწყება არ უწერია. ეს დარწმუნებული ვარ ამაში, ის როგორც ხელოვანიც და როგორც პიროვნებაც საკმაოდ ღირსეულად იცხოვრა და იმიტომა ყველასთვის საყვარელი. საღამოზე კახი კავსაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე ხელოვანის შესახებ არაერთი მოგონება და ისტორია გაცოცხლდა. დიდი მსახიობი კინოსა და სცენაზე და პიროვნება რეალურ ცხოვრებაში, რომლის დანახვაც ყველას უხაროდა. საუკეთესო მამა, საუკეთესო ძმა, მეუღლე და მეგობარი. ასე დაახასიათა ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ყველასათვის საყვარელი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელიწადი გავიდა მისი წასვლიდან, არ მინდა ხოლმე შემოუშვა აი ეს ფიქრი. ხშირად არის ხოლმე კახის სურათი ახლა შემთხვევა გავატარებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ აქ არის, სადღაც აქ არის. ჩემთან არის. მოდიან ჩემთან ადამიანები, რომელსაც მე არ ვიცნობ და მეუბნებიან, რომ აი იცით მე მქონდა ეს ბედნიერება, რომ კახი დავინახე და გავბედე და მივედი სურათი გადავიღე მასთან ერთად და აი ეს სურათი დარჩა იმ ადამიანისთვის რაღაცა მორჩა ის იარსებებს და იარსებებს. თვითონ აქვს ნათქვამი გივისთან ურთიერთობაში, გივისგან დამოუკიდებლად და გივის კახისგან დამოუკიდებლად. ესეთი კითხვა იყო მათთან. აი რამ განაპირობა თქვენი აი ეს ერთად ყოფნა და ესეთი ურთიერთობა და ორივემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ხალხმა მოითხოვა ეს. შემოსასვლელში აი სურათი რომ არის. მე და კახი პატარა, მე იქ დედა, იქით მამა და ძალიან ემოციური იყო, იცით, ახმა. იმიტომ რომ ჩვენ მე და კახი მაინც ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდით. უმამობა ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, რთული ცხოვრება იყო. და მე კიდე პირველი შეხვედრა მამასთან ჩვენ უკვე წამოზრდილები ვიყავით. და ეს ყველაფერი იცით ამ ამბავმა გაიღვიძა ახლა აქ. მიუხედავად იმისა, რომ აი 4 წელი გავიდა, ახმა არა მაქვს იმისა, რომ კახი არ არის ჩვენთან. კახი ყოველთვის თან მდევს, რამხელა ცხოვრება გაიარა კახი, რა რთული ცხოვრება და რა დიდი კვალი დატოვა. მე კი ვარ თავდაბალი კაცი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა იმაზე, რომ კახი მართლა დიდი მსახიობი იყო. დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება. და ეს ყველაფერი აი ამ გამოფენაში ასახულია. მისი გარეგნო, მისი პორტრეტი ყოველთვის იქნება საქართველოს მარკა, აი წარსადგენი ბარათი, იმიტომ რომ აი ესეთი ბიჭები იბადებიან საქართველოში, როგორც ბატონი კახი იყო. მე მისი უმცროსი მეგობარი ვიყავი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მოხდა ესე, რომ როდესაც თეატრში მივედი, ბატონი კახი ერთ-ერთი პირველი ჩემი პარტნიორი იყო და იმ დღიდან დაწყებული ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდა. დიდებას მიაღწია საკუთარი შრომით და
ჯაფით, ასე ვთქვათ. იმიტომ მას უნდა რომ გამختارიყო ეს ზუსტად ის სუპერ მსახიობი, როგორიც წავიდა ამ ქვეყნიდან. აი თوارე! ფერა მოდან თوارე გასო. ვარე! ვაიდაკა! დაერა! მომეცეკა! დაერა! გეტუ ამ ჯამს დალე! აი გეტუ ამ ჯამს დალე! შენ გაჩვდი! კახი კავსაძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო. შესრულებული აქვს 100-მდე კინო და 30-ზე მეტი თეატრალური როლი. მან მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ფილმებიდან: ვერისუბნის მელოდიები, ნატვრის ხე, სიყვარული ყველას უნდა, მონანიება, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული გმირების მსგავსად მრავალფეროვანია კახი კავსაძის თეატრალური როლებიც. საოცარი ადამიანი იყო. ეს წყვეტს ყველაფერს, იმიტომ რომ სულ ყველაფერი ეს მე ეკრანზეც, თეატრშიც, ურთიერთობაში, ცხოვრებაში ყველაფერი გამოდი. ისეთი სიკეთით სავსე ადამიანი იყო. თავისთავად ცხადია, ნიჭიერება ეს ხო იყო და იყო. რის შედეგადაც არ ყოფილიყავი მოხიბლული და ასე ვთქვათ, არ მოხვედრილიყავი. მის გარემო შეუძლებელი იყო რა. კახი უამრავ ფილმშია გადაღებული და არაჩვეულებრივად კეთილი, ღრმა და იუმორით სავსე ასე ვთქვათ სახე არის. ისე როგორც ჩემთან ფილმში იყო, როცა ვეძებდი მსახიობს, დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე მივდიოდი და ფიქრობდი ამაზე და უცებ ჩამიარა მანქანა. წინ წავიდა უკვე 100 მეტრით წინ, სანამ მივედი მანქანასთან, ხედავ კახი გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა, გააღო კარი, შეძრაში და ბელა გამოიყვანა ხელით, ბელა ავად იყო მისი მეუღლე. მე ამასობაში მიუახლოვდი და შევიდა, იქ ცხოვრობდნენ მაშინ ისინი. ლიფტამდე მივიდა, ლიფტი იდაყვით გააღო და ავიდნენ და მე მივხვდი რომ ეს ის არის ვინც უნდა გადავიღო ამ ფილმში. ერთხელ კინოკავშირში რაღაც პატარა თათფირი დამთავრდა და ბატონი კახი გამოვიდა და ავიდა ავტობუსში. მეც იმ ავტობუსში ავედი და ხალხო, ჩვენ ავტობუსში იცი ვინ არის თქო? ბატონი კახი კავსაძე და მთელი ავტობუსი ადგა და ტაშს უკრავდა. აი როგორ უყვარდათ ბატონი კახი საქართველოში. კახი კავსაძეს მიღებული აქვს არაერთი პრემია თუ ჯილდო. მსახიობი 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის გვერდით. კახი კავსაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ არქივში 20 მაისამდე გაგრძელდება. მადლობა ნინის ამ შესანიშნავი სიუჟეტისთვის და მადლობა იმისთვის, რომ გაგვეხსენა ეს მართლაც დიდი მსახიობი, ჭეშმარიტად სახალხო არტისტი ბატონი კახი კავსაძე და როგორც სიუჟეტიდან შევიტყვით 20 მაისამდე გაგრძელდება ამ გამოფენა. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოფენა არის და დიდი სიამოვნებით ჩვენც ვესტუმრებით. ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით, ხანდაზმულობის ასაკის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ფსიქოლოგთან ერთად შემოგვერთა ფსიქოლოგი ქალბატონი მარინა კაჭარავა. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. საინტერესო თემა არის მთელი, ესე იგი, კომერციული სამედიცინო ინდუსტრია შეიძლება ითქვას მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება შორს გადაიწიოს ხანდაზმულობის ასაკი. რა გამოწვევები აქვს ამ ასაკს, ამაზე გვინდა საუბარი, რა უპირატესობა აქვს ასევე, როდიდან რა ასაკიდან შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი ხანდაზმულად. ასევე ვიცით, რომ ხანდაზმულობას აქვს სამი მიმართულება, ხო? ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. და აი ამ სამივე მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ, პირველი შეკითხვა ასეთი იქნება, რას ნიშნავს საერთოდ ხანდაზმულობა და რა ასაკიდან შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი ხანდაზმულად. თუ ასეთი რამ არსებობს, რომ აი კონკრეტულად ამ ასაკიდან, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მეტნაკლებად არსებობს, ცოტა იცვლება, იყო 65 პლუსი. დღეს ცოტა გადაიწია 75 პლუსი. თუმცა ეს დასაწყისში რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხანდაზმულობა იყოს გადაწეული, არ ვიცი რამდენად ესე აქეთკენ მიდის, მე ცოტა ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ადამიანის ყველაზე
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ბევრი რამის გადაფასება და საერთოდ უახლოვდება ყოველდღიურად, ჯერ ისეც ადამიანისთვის ყოველი დღე საჩუქარია, რომელსაც ღმერთი გვაძლევს და ეს მადლიერებით რო ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერება. უახლოვდები ყოველდღიურად რაღაცის დასასრულს და ახლის დასაწყისს. ეს არის საერთოდ რომ არ იყოს სიკვდილი, ხანდახან მიფიქრია, რომ სიცოცხლეს ისეთი აზრი არ ექნებოდა, როგორც აქვს მაშინ, როდესაც არსებობს სიკვდილი, ის შემოსაზღვრავს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და ის აძლევს აზრის. აქედან გამომდინარე, სიკვდილზე ფიქრი მშვიდად და სადად ყოველგვარი ახლა რაღაცა ორკესტრირების და ვაიუშველებელის გარეშე, ეს არის სწორედ რაღაცნაირი სიბრძნე, რომ ადამიანი გადის თავის ცხოვრებას, ყოველ წუთას ის ცხოვრობს, ყოველ დღე ცხოვრობს და მას უნდა ჰქონდეს ამისთვის რა თქმა უნდა ფუნქცია. თქვენ ბრძანეთ ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური ასაკები, რა თქმა უნდა, 60 წლიდან იწყება პენსია და რაღაც სოციალური ცხოვრება ქალბატონებისთვის და რატომაც მამაკაცებისთვის 65-დან და მამაკაცებისთვის 65-დან, ევროპაში არის უფრო მეტად 67-68 წლიდან არის პენსიაში გასვლა. იცით, საკამათოა კარგია ეს თუ ცუდია, საერთოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რაღაცნაირად თავის პლუსები და მინუსები ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ 60 წლის ადამიანი არის საკმაოდ თუ ის ფიზიკურად ჯანმრთელია, საკმაოდ შრომისუნარიანი და ძალიან ბევრი რამ იცის და დაგროვილი აქვს, იმიტომ რომ იცით, ყველა ასაკს თავისი კრიზისული პერიოდი აქვს და ის რომ ადამიანმა შეძლოს გაცემა, მას ჭირდება მინიმუმ 35 წლიდან იწყებას. მანამდე თითქოს აგროვებს და მე რაღაცნაირად ეს ცოდნა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. და ალბათ თუ რაღაცა სტატუსით მაინც იგივე კარგია რომ უნივერსიტეტებში და ვთქვათ ესეთ სასწავლებლებში ასაკის გამო არ იწუნებენ არავის, პირიქით ეს არის გამოცდილება. გარდა ამისა, ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი რაღაცა უკვე თავის შვილებთან აქვს ურთიერთობა, ან შვილთა შვილებთან შესაძლებელია, რომელიც ხედავს აი იმ ციკლს, რასაც სიცოცხლე ქვია დაბადებიდან სიკვდილამდე და იმ ცხოვრებას, რასაც გავდივართ თითოეული ჩვენთაგანი, რაღაცნაირად ამისი მეტად შეყვარება და მეტად შესიტკბოება ხდება ამის. და ზოგადად ხანდაზმულის და მე ესე ვიტყოდი მოხუცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი, ურთიერთობა, რომ ისინი რომ მათ ვხედავთ, რომ ისინი არსებობენ, რომ მათ ფუნქცია აქვთ და ყოველი სიტყვა ჩვენგან გაღებული არის კონტრიბუცია ჩვენს მომავალში. ყოველი სიკეთე, რასაც ხანდაზმულს გაუკეთებ, ადამიანი ეს არის ჩვენივე ინვესტიცია, ჩვენივე ცხოვრებაში და ალბათ თუ გახსოვთ, ალბათ ესეთი დალოცვა იყო, რომ თეთრი წვერით დამიბერდი, როდესაც ბებიები ლოცავდნენ და ტკბილად დამიბერდი, ანუ დაბერება არის დალოცვა. და რომ ღმერთმა დაიფაროს, რომ ადამიანი ვერ მოესწროს, ხო, სიბერეს და ახალგაზრდა გავიდეს ამ ქვეყნიდან. ცოლ-ქმარზე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს. ტკბილად შეაბერდით თეთრი წვერით და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ყოველი წუთი ადამიანმა შეიგრძნოს, რომ ეს არის ჯერ ერთი საჩუქარი, ეს არის ძალიან დიდი წყალობა, იმიტომ რომ უმშვენიერი ეს სამყარო, რაში ჩვენ ცხოვრობთ, ხილული და ალბათ კიდევ უფრო მშვენიერი უხილავი, ჯერჯერობით რაც სადაც ვართ, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან ბევრი საინტერესოა, ბევრი გამოწვევა, უამრავი არსებობს, უამრავი წიგნი, უამრავი რაღაც ინფორმაცია, რომელთან წვდომაც ადამიანს დღეს აქვს, ასევე საქმიანობა, არაჩვეულებრივია მიწასთან საქმიანობა ამ დროს, იმიტომ რომ ჩვენი ნერვული დაბოლოებები, ჩვენი თმა, ფრჩხილი, კანი შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რომელიც არის მიწაში და აი რო ადამიანი მიწისგან არის მაკედანაც ჩანს, აბსოლუტურად ჩვენ ვართ გამეორება მისი და მეტი კონტაქტი მიწასთან, მეტი კონტაქტი იგივე ვთქვათ მცენარეებთან, ცხოველებთან, აღარ არის ლაპარაკი ბავშვებთან, მათთან ჩახუტება, ზოგადად ჩახუტება ადამიანისთვის და შეხება ადამიანთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე წყალი, მიწა
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაიხანგრძლივოს ადამიანმა სიცოცხლე. ჰაერი, ბუნება და აი არსებობს დაბალი ჭერის ურბანული ნევროზები, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცას. და ბოლოს როდის ავიხედეთ ცაში, ალბათ ხა რომ ვიფიქროთ, შეიძლება დიდი ხანი არ გაგვიხედავს ცისკენ. ეს მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ცა, ასე ზოგადად სივრცე და სივრცეს განცდა და ეს უფრო კარგად ხდება ბუნებაში, კარგად ხდება მთაში, რა ვიცი, იგივე სოფლად, როდესაც არის ადამიანი, ანუ ეხება მიწას, ცას, წყალს. ეს არის უფლის შემოქმედებას, რომელიც არის საოცრად გრანდიოზული და ამასთან ხანდახან ფიქრი ამაზე ადამიანს რაღაცა შეიძლება რაღაც სასიამოვნო აღტაცებას და ჟრუანტელს მოუტანს ნამდვილად იმდენად საინტერესოა ეს სამყარო, ეს კოსმოსი, ეს ყველაფერი და ის ყოველდღიურობა, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ეს ყოველი წუთი წამი საქმიანობაში, მადლიერებაში და ადამიანებთან ურთიერთობაში რომ გავატარო. მარინა, თქვენ თქვით, რომ ყველა ასაკს აქვს კრიზისი, ხო? გარკვეულ თავისი გამოწვევა. თავის გამოწვევა. ანუ ხანდაზმულობის ასაკზე თუ ვისაუბრებთ, აი ადამიანი თქვათ, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდა, გავიდა პენსიაზე, შვილები ამ დროს არიან უკვე დიდები, შეიძლება შვილიშვილებიც კი უკვე გაზრდილები არიან და ეს ადამიანი გარკვეულწილად თავის ფუნქციას ვეღარ ხედავს და თითქოს რჩება სიცარიელეში. აი როგორ უნდა თქვათ დაეხმაროს ასეთი ადამიანი საკუთარ თავს? მადლობა. ზუსტად ეგ არის, რომ ფუნქცია არ უნდა დაკარგო და როგორ შეიძლება ფუნქცია დაკარგო ამ სამყაროში, სადაც ამდენი საინტერესოა. სადაც შეიძლება ადამიანი კერავდეს, ქსოვდეს, ხელით აცხობდეს, რაღაცას აკეთებდეს. იგივე ვთქვათ, პამიდორი და კიტრი მოყავდეს, იგივე ყვავილებს უვლიდეს, ცხოველებს, ბავშვებს რაღაცას უმზადებდეს, რა ვიცი, საკუთარ თავს კითხულობდეს, უსმენდეს, დღეს ამის საშუალება არის. რა ვიცი, არსებობს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანებისთვის გადაცემები სატელევიზიო თუ რა ვიცი, ნებისმიერი იგი დოკუმენტური ფილმები, საინტერესო ინფორმაცია, ასევე რაღაც სერიალები, რომლითაც მშვენივრად შეიძლება გაერთოს ადამიანი. Ну, რა ვიცი, უამრავი საქმე, როგორ შეიძლება რომ ვერ იპოვოს ადამიანმა ფუნქცია. ერთის მხრივ ეს გაქაფული დარბის მანამდე სიბერემდე ადამიანი და სუნატრობს დასვენებას. და აი ბატონო, დასვენება და მაშინ დასვენებასაც ხო ცოდნა უნდა, როგორ დავისვენოთ, როგორ მოვახერხოთ ის, რომ რაღაცა გავატაროთ ეს დღეები ერთ არაჩვეულებრივი ამ დროს მეუღლესთან ურთიერთობა, მასთან საუბარი, ეს რაღაცა მეუღლე ყველაზე მეტად მაშინ გზნობს ადამიანი, რომ ეს არის რაღაცა ყველაზე ახლობელი ადამიანი. თუ ყავს, თუ არ ყავს, ამ შემთხვევაში ვინც ყავს. და საკუთარ თავთანაც ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაფიქრება, გააზრება, არა სინანული, რომ აი უშველებელი ეს რა ვქენი და რატო ვქენი, ეს სხვა აღსარების თემაა და სხვა მოედანი აბსოლუტურად. არამედ რა მასწავლა ამან, რა მომცარით გამზარდა, რა იყო საინტერესო. რაღაცნაირად უფრო პოზიტიურად უყურო და არა ნეგატიურად, რომ ვაი და უი იძახოს ადამიანმა, იმიტომ რომ ნებისმიერი თემა, რომლის ორკესტრირებაც არის შესაძლებელი, შეიძლება გახდეს მატრანვირებელი თავიდან, რეტრაუმატიზაცია მოხდეს. ну, აქედან გამომდინარე, ამისთვის არსებობს იგივე, ვთქვათ, მხარდამჭერი რაღაცა გარკვეული ურთიერთობები, თუ ფსიქოთერაპია იქნება, აღარ ვლაპარაკობ მოძღვართან ურთიერთობას, რომელიც აბსოლუტურად სულ სხვა რანგია და ეს რაღაც სულიერების და უნიშნელოვანესია და განსაკუთრებით ამ დროს, იცით, იმიტომ რომ ადამიანი, რაც უფრო მეტად უახლოვდები, მიდიხარ დასასრულისკენ, ამ ცხოვრების დასასრულისკენ, მით მეტად ფიქრობ ალბათ ცოდვებზე, ფიქრობ შეცდომებზე, ფიქრობ უფალზე,
მეტად გინდა მიიღო მონაწილეობა, ვთქვათ, იგივე ამ რაღაც საეკლესიო ცხოვრებაში და ეს ამ მნიშვნელოვანია. ეს ისეთი საზრისია და ისეთი ფუნქცია, რომ ამაზე უკეთესი არ ვიცი რა შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ერთი რაღაც მინდა გკითხოთ, ასე არის შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიური ასაკი არ თანხდება ფსიქოლოგიურ ასაკს. მაგალითად, მე ვარ სიტყვაზე ვამბობ 53 წლის, მართლაც ასე ვარ და მინდა ზოგჯერ მოვიქცე როგორც 18 წლის პირობითად ვამბობ, ან როგორც მერვე კლასელი და აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ნორმალურია? თუ არ არის ნორმალური, უნდა ვებრძოლოთ ასეთ ვთქვათ აზრებს, როდესაც მოგდის თავში, თუ ეს ნორმალური და მისაღები არის. როგორც უფალი ამბობს, უნდა იყოთ თუ არ იქნებით ბავშვებით, ვერ მოხდებით ჩემთან. ბავშვებით ყოფნა ნიშნავს გულწრფელობას, ნიშნავს რაღაცა სიხარულს, ხალის, ინტერესს, გაოცებას, აი ამის უნარს და რატომაც არა. რას გულისხმობთ, არ ვიცი, 18 წლის ასაკის ქცევაში ეს გააჩნია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი. თუ ეს ქცევა მისაღებია, ვთქვათ, რატომაც არა ხა თუ, იმიტომ რომ ჩვენში რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აი რო ამბობდნენ გული არ ბერდება, მართლა არ ბერდება გული და ასევე რო ამბობდნენ იმას, რომ მოხუცები და ბავშვები ძალიან გვანან ერთმანეთს, დიახ, ძალიან გვანან ერთმანეთს, იმიტომ რომ უფრო გულწრფელი ხდება, უფრო რაღაცნაირი ეს სიბრძნე ამარტივებს ბევრ ამას, კი არა ართულებს, ამარტივებს. ეს გართულება ვიცით რაღაც სენდვიჩის ასაკში, ხო, შუა ასაკში რო ადამიანი, როდესაც ქვემოდან ბავშვები, ზემოდან მშობლები რაღაცნაირად იწყლიტები და ორივე თაობასთან გიწევს რაღაცნაირად დალაგება, რომ თქვათ ისინიც მაყოფილები და ბედნიერები იყვნენ და უფროსების და უმცროსების, მაგრამ აი თანდათან როდესაც უფროსობის ასაკში გადადიხარ, ეს ბავშვი, აი ხა ტრანსაქციული ანალიზით მაგალითად ითვლება, რომ არის ჩვენში ბავშვის დასრული და ასევე არის მშობელი. ანუ მშობელი ეს როგორც სინდისის მაგვარი ინსტანცია, რომელიც მუდმივად გაკონტროლებს და გამუნათებს, რომ ეს არ შეიძლება და ის არ შეიძლება, ასევე არის ბავშვი, რომელსაც სულ მინდა სიძახის, რაღაცა კამფეტი მინდა მაგალითად, ან რაღაცა თქვათ რაღაცა სიზარმაცე მინდა, ან არაფრის კეთება მინდა და არის დასრული, რომელიც ამ ორი ინსტანციაში შორის აკეთებს არჩევანს. ცხოვრებაც ესეა, ხო, რაღაც ასაკში აკეთებ აი ამ რაღაცა, ვთქვათ, შენს მინდასა და უნდა შორის მუდმივი ჭიდილია, რაღაცა გჭირდება და რაღაცის სურვილი გაქვს, ან რაღაც მიზნები გაქვს, მაგრამ რაღაცა შეგიძლია, რაღაცა არ შეგიძლია და მე ეს სამკუთხედი ეს კი რა მინდა, რა მჭირდება და რა შემიძლია, ამ სამკუთხედში ტრიალებ, იმიტომ რომ შეიძლება რაც მჭირდება, ის არ მინდა, რაც შემიძლია, ის არც მინდა და არც მჭირდება და პირიქით, ანუ ეს უნდა მოხდეს თანხვედრაში ერთმანეთთან. ვალდებულებებიც? ანუ რა თქმა უნდა, ვალდებულებები არის უნდა ქცევა, მეტნაკლებად მინდა ქცევა არის უფრო, სურვილები, რაღაც მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ასევე, რა თქმა უნდა, მიზნებიც. და აქედან გამომდინარე, აი ამ სამკუთხედში რაღაცნაირად ლავირება და ურთიერთობა და ის ნაწილი, რომელსაც თქვენ ბავშვს ეძახით, ეს არის საკმაოდ საყვარელი ჩვენში, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ადამიანში იყოს. თუმცა არსებობს ახლა მისი არაჯანსაღი გამოვლინებებიც, რა თქმა უნდა, ხა ამაზე ალბათ საუბარი შორს წაგვიყვანს. აი, რამდენად დიდი აქვს მნიშვნელობა ხალბატონო მარინა განვლილ ცხოვრებას ადამიანის, აი დაბადებიდან ხანდაზმულობის ასაკამდე, რამდენად უშუალოდ ცხოვრება შეიძლება გქონდა ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რამდენად განსაცდელებით და ტკივილით სავსე, ეს რამდენად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებზე, ფიზიკურ ჯანზე, ასე ვთქვათ, ხო, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ შეხედულებაზე უბრალოდ თუნდაც, ხო? რამდენად ეტყობოდეს შეიძლება ასაკი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ადამიანს აი ფიზიკურად. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ყველა ადამიანს აქვს ბევრი პრობლემა, ბევრი გამოწვევა, მათ შორის ტანჯვაც. და ტანჯვას გაჩნია როგორ მეუდგები, ტანჯვას აქვს აზრისი, ტანჯვა არის და ორმო წაქცევა და ვთქვათ, განსაცდელის დის ადამიანს და ჩვენ გვაადამიანებს შეცდომა, წაქცევა და აი ის რომ რაღაცა შემეშალა. ეს რომ არ ხდებოდეს, ალბათ ანგელოზები გვეგონებოდა ჩვენი თავი და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამით ვხედავთ ჩვენს დიაპაზონს შესაძლებლობების, რომ არც ისეა საქმე, რომ მგონია, რომ ყველაფერი უკვე კარგად მოქვს. აქედან გამომდინარე, ეს წაქცევა მაფხიზლებს, ეს შეცდომა არის ჩემი ადამიანობის განსაზღვრელი და უფრო შემწყნარებელი ვხდები მე, უფრო მესმის სხვისი, უფრო
სხვისი შეცდომის გაგება შემიძლია. და ეს არის სწორედ სიბრძნე, თორე ეს პოზიციური აზროვნება, რომ რაღაც მე ეს მინდა და ამ მინდას ქვეშ შევყარო ყველაფერი, რაც მინდას ეთანადება, არის რა თქმა უნდა ცალმხრივი და ანალიტიკური და ანალიზის უნარი თანდათან მოდის, იმიტომ რომ როცა ზემოდან დახედო მოვლენას თუ გვერდიდან და ყველა მხრიდან შეაფასო და რატომაც არა, ბევრად უფრო საინტერესოა და უფრო მიმღებლობა მეტი აქვს ასაკთან ერთად ადამიანს. ნუ მე ვგულისხმობ, როდესაც ის მე მეტნაკლებად თავის განვითარებაზე ორიენტირებული და თვითშემეცნებაზე და ეს აქტუალიზაციის ტენდენცია, რომელიც არის ყველა ჩვენთაგანში, როგორც ჰუმანისტები როჯერსი იტყოდა და ეს არის მე დავამატებდი სულის თვისება, მუდმივი სწრაფვა ღმერთისკენ. ეს მუდმივი სწრაფვა აბსოლუტისკენ, ესე ეძახიან ფსიქოლოგები. და მუდმივი სწრაფვა თვით გაუმჯობესებისკენ, ეს არის სწორედ ქრისტიანის ცხოვრება, ხო? რაღაცა ეს ეგრეთ წოდებული დრაივს რო ეძახიან, ეს ყველა ჩვენთაგანში არის, ეს საოცარი ძალა და ენერგეტიკა. აი ეს როგორ ვიყენებთ ამას, საით მივმართავთ ჰედონიზმისკენ და სხეულის სიამოვნებისკენ და ტაშფანდურისკენ, მხოლოდ და ნებისმიერი ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენ ენერგიებს საით წავიყვანთ. სხვისი განკითხვა, სხვისი ბრალდება, დადანაშაულება, ეს ტანჯვით манипуლირება თუ პირიქით ამ ტანჯვით რაღაც მეტის გაძლიერება და უფრო სხვა დონეზე ასვლა და სხვების მეტად გაგება და მეტად შემწყნარებლობა. ეს ხომ ჩვენი არჩევანია. ამას ხო ასე ვერავინ ვერ დაგიკვეთავს, ხო, როგორ მოიქცე. ადამიანს თვითონ აირჩიოს, რომ მეტად აი ტოლერანტული, მეტად იყოს აი რაღაცა მეტად ჩაეხუტოს და მეტად გაიგოს იმ სხვა ადამიანის, ვისაც ძალიან უჭირს. იმიტომ რომ ითვლება, ვინც ცუდად იქცევა, მას ძალიან უჭირს. ეტყობა მანამდე მას ცუდად მოექცა სამყარო. და ცუდად მოექცა სამყარო და ახლა აბრუნებს ეს ამ თავისი თვით დესტრუქციული, აუტოაგრესიული საქციელი და რაღაცნაირად მეტი შემწყნარებლობა და მეტი შეიძლება გაგება გვმართებს ამ ადამიანების და რაღაც ალბათ იმ პირობებში მოხვედრა, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის მიღება მომწონს, ეს ეხა მოდაშია ამის თქმა და ნამდვილად ესეც არის. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ ყოველ ეტაპზე საკუთარი თავისგან მიიღოს უკეთესი და არა გაეჯიბროს სხვას, იმიტომ რომ სხვასთან შეჯიბრი მხოლოდ ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას მოგიტანს. მხოლოდ საკუთარ თავს შევეჯიბროთ, ხო? სხვა ყოველთვის. რომ გავხდეთ უკეთესად. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გილოცავთ წინასწარ უფლის ბრწყინვალე აღდგომას. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობდა სტუდიაში. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. შევახსენოთ კვლავ მაყურებელს, რომ ვნების შვიდეულში ვიმყოფებით და ეს არის ყველაზე მძიმე დღეები წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ მაცხოვრის სამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს ვიხსენებთ და ვემზადებით, რა თქმა უნდა, ყველა ბრწყინვალე აღდგომისთვის. გვინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხოლომდე